ამოუწოდებდით ავხედებს, რომ თქვენ ვიზია ცოტა ვერ ახართ თქვენ მატურზე და თქვენ კი არ გიყვართ თქვენი ქვეყანა და თქვენი მიწა-წყალი არამედ გეზიზღებათ, რომ გიყვარდეთ. აუცილებლად დაიცავდით გარემოს. აუცილებლად დაიცავდით იმ სივრცეს, სადაც მოძრაობთ, სადაც ჭამთ, სადაც ვსვავთ და სადაც ვსუნთქავთ და სადაც არსებობთ და მოღვაწეობთ. არა. ზოგს ესეთი ჩვევაში აქვს საუბარში, პირად საუბარშიც, კომენტარში, აბა ჯიგარო, რა ვქნათ? ამათ რა გამოასწორებს. მისმინე ადამიანო, როცა შენ გაიაზრებ ამ სიტყვებს, რომ შენი დასაცავიც არის სინამდვილეში. მერე მიხვდები იმას, რომ ნაგავი რო გდია, დაიხრები და აიღებ. და მერე აუცილებლად ვიღაცა მოგბაძავს, მით უმეტეს თუ ავტორიტეტი ხარ. თუ სიტყვა გეთქმის და პატივს გცემენ. მისი ცნობიერება რას ფიქრობს იცი? ეს თუ კადრულობს, მერე მე რო დავაგდო, უეჭველი პასუხს მომთხოვს. და როცა შენ იხრები და იღებ და უხსნი საზოგადოებას, იცი რა, ეს ჩვენი მისახედია და ეს ჩვენი ტერიტორია და ამას შენ რო დაიცავ, ყველა შენ მოგბაძავს, აუცილებლად მოგბაძავენ. მაგიტომ ვიძახი, რომ ავტორიტეტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ძალიან დიდი არსებითი მნიშვნელობა. როცა ავტორიტეტი აკეთებს საქმეს და ამტკიცებს ქვეყნის მიმართ და საკუთარი თავის მიმართ სიყვარულს, მერე მას ბაძავენ. მანამდე რამდენი სიტყვაც არ უნდა დახარჯოს სუფრაზე საზოგადოებაში, რომ იცი რა, მე ჩემი ქვეყანა მიყვარს. მომისმენე მეგობარო, თვალები კარგად გაახილე, შენს გარშემო რამდენი ნაგავი იყრება და რამდენი ყრის ნაგავს. სახლიდან როცა გამოდიხარ, დაიხედე ძირს, გაიხედე, გამოიხედე, კარგად გაახილეთ თვალები და დაინახავთ ნაგავს. მერე მიხვდები, გიყვარს თუ არ გიყვარს, იცავ თუ არ იცავ, ეს ბირჟა იქნება, ქუჩა იქნება, ნებისმიერ შენი სახლის გარეთ გადიხარ თუ არა, უკვე შენი დასაცავია და უკვე შენი მოსათხოვი არის ყველა იმ თავხედის მიმართ პასუხი. ამაზე ვერავინ ვერ შეგედავება, 100% დარწმუნებული ვარ და როცა დაინახავენ, რომ შენ დაიხარე და აიღე. ვიღაცის თავხედის ცნობიერებაში ითესება ისეთი ცნობიერება, რომელიც ვეღარ გაბედავს, რომ გადააგდოს. თუ გადააგდებს და შენ დაინახავ, უეჭველი ვიცი, რომ შენ პასუხს მოსთხოვ და იტყვი, რომ მე ვალაგებ, მე ვაწესრიგებ და ვიღაცა მოდის და ფეხებ ქვეშ კიდე მიგდებს, თითქოს მოდი და მე უნდა ავიღო ხელახლა. მაგიტომ მე მოკიდავ კისერში ხელს და იტყვი, მიდი დაალაგე, შენი გადაგდებული მაინც აიღე და დაიცავი ეს ადგილი. როცა ასე ვმუშაობთ ყველანი შესაბამისად, ხო? აუცილებლად საზოგადოებაში ვრცელდება ინფორმაცია წესიერებისკენ, გარემოს დაცვისკენ. და ამით ჩამოუყალიბდებათ საზოგადოებას სიტყვა-პასუხი ნორმალური და ქცევის მანერების ნორმალური ექნება. აღარ იქნებიან თავხედები. გეუნებით კიდევ ერთხელ, მახეში მოყვებიან ყველანი. როცა სწავლობს ადამიანი წესიერებას, ის თავისივე საქციელშივე ხვდება, რომ არასწორად მოქმედებს, გადაადგილდება და საუბრობს და ასე შემდეგ. თვითონვე ყვება მაგ მახეში და ცდილობს დაიცვას წესრიგი და წესიერება. მერე მასე ჩამოყალიბდება ღრმად პატივსემული საზოგადოება. დავიჯერო ახლა წინაპრებმა ის შთაგაგონეს, რომ რაც გინდა ის გააკეთე და როგორც გინდა ისე მოიქეციო. ხო ის შთაგაგონეს, რომ ეცი შენს მიწა-წყარს პატივი, შენს სახკარს, შენს გვარს, შენს ერს, შენს ქვეყანას, შენს ღირსებას, შენს გვარს ამებს გასწავლიდნენ, ამ წესიერებას გასწავლიდნენ და არა თავხედობას. დღესდღეობით ზუსტად ეგ კატეგორია ხართ უმეტესობა, რომ გონიათ, რომ იცავთ წესიერებას, სინამდვილეში ვერ იცავთ. იმიტომ რომ ძირს რო დაიხედო და კარგად გაახილო თვალები, დაინახავთ ნაგავს და მე მაგარი გაგიტყდება საკუთარ თავში და იმას ვიტყვი, რომ იცი რა,
მე ამას ვერ ვასრულებ, მე ამას ვერ ვაჩერებ. და დავიჯერო ვიმსახურებ ამას და პრეტენზიები გიშდება საკუთარ თავთან, საკუთარ ღირებულებასთან. და მე ეწყებ მოქმედებას. და უკვე იცი როგორ უნდა მოიმოქმედა. ახლა აღარ დავწვრილმანდები, მაგრამ მიხვდები მე რასაც ვლაპარაკობ, რომ გაიაზრება ჩემს საუბარს. მასე გადაწყვეტილებით და მასე მუშაობით ვმუშაობ მეც. მე არ ვეხები სხვის ცხოვრებას. მე ვეხები წესიერებას. დაიცავი წესიერება, დაიცავი საზოგადოებრივი წესრიგი და ღმერთმა გაგიმარჯოს, იცხოვრე ისე როგორც გინდა და იშოვე იმდენი, რამდენი შენ გაგიხარდება. მაგრამ დაიცავი წესიერება, არ დაიცავ წესიერებას, პასუხი უნდა მოგეთხოვოს უეჭველი. თუ არ მოგეთხოვება პასუხი, მაშინ შესაბამისი სამსახური ხელს გიწყობთ ამ თავხედობაში და დამნაშავების ეგენი არიან. ყველანი ხართ თქვენივე დაწერილი კანონებში, თქვენივე გამკაცრებულ კანონებშივე, თქვენ ხართ ამ ახეში გაბმულები და ამის გააზრება არ გინდათ. ვერ მეტყვით, იცი რა ვმუშაობ, თუ მუშაობ, მე შენ განახებ, რომ გამოგეპარა ამ ადგილას. თუ მე ვხედავ, შენ რატო ვერ ხედავ?